კავშირის სამართალი დღეს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი და გავლენიანი სამართლებრივი სისტემა არის, რომელიც მუდმივად პასუხობს თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და უსაფრთხოების გამოწვევებს. სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხებს ეძღვნება საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საერთაშორისო სამართლებრივი კონფერენციების სერიაც, რომელიც 4 და 5 ივნისს ჩატარდება და აერთიანებს როგორც ქართველ, ისე საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ წრეებს. კონფერენციის მთავარი გზავნილი და თემა არის ევროკავშირის სამართლის ტრანსფორმაცია, კანდიდატი ქვეყნების სამართლებრივი და ინსტიტუციური განვითარება, ევროპული სტანდარტების დანერგვა და ყურადღება ასევე დაეთმობა იმ პროცესებს, რომლებიც საქართველოს ევროპულ მომავალთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ გვერდდება საქმეინდილო სტუდიაში ირაკლი სამხარაძე, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი და მასთან ერთად ვაგრძელებთ თემაზე საუბარს. დილამშვიდობის მოგესალმებით და დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. თემით დაინტერესებისთვის პირველ და ამის შემდეგ მოწვევისთვის. თემა მნიშვნელოვანია და შეფასებისთვის დასაწყისში რომ დავიწყოთ ნინის ინტრო, ასე ვთქვათ, რომ განვარცხოთ. დღეს რა სტატუსი აქვს ევროპულ სამართალს იმ საგიჟეთიდან გამომდინარე, რაც მსოფლიოში ხდება, როცა წესრიგი საკმაოდ მორღვეულია და აღქმა ყოველთვის. ანუ პირდაპირ რთული საკითხით და შეკითხვით ვიწყებთ. კეთილი, მოგახსენებთ პირველ რიგში მოდი დავიწყოთ იმით, რომ დღეს უკვე ევროპის სამართლის მთავარი გამოწვევა არის გლობალური საფრთხეებისადმი პასუხი. ანუ ევროპის კავშირის სამართლის წარმატება აღარ იზომება მხოლოდ მისი ინტეგრაციული სიღრმით, არამედ იმ უნარით და შესაძლებლობებით, თუ როგორ პასუხობს ის თანამედროვე გამოწვევებს და ამ გლობალური ცვლილებებში ადაპტირდება მისი ცალკეული სამართლებრივი დარგი. სწორედ ამას ეძღვნება ჩვენი სამეცნიერო კონფერენციის ორდღიანი სესია, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ეს არის სერიის პირველი საინაუგურაციო გამოშვება, რომელიც პასუხობს ამ გამოწვევებს, რაც თავად აღნიშნეთ და გარდა ამისა აკვირდება ამ ადაპტაციის უნარს, თუ როგორ ახდენს ევროპის კავშირის სამართალი ამ ადაპტაციაზე რეაგირებას. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონეა აღნიშნული კონფერენციის გამართვა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ წევრობის მიმართ არსებული პოლიტიკური გაურკვევლობების ნიადაგზე განსაკუთრებით მეტად იჩენს თავს ისეთი საკითხებისადმი ანალიზი, თუ რა შეიძლება იყოს სამომავლო ევროპული მომავალი. მოდი აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რაც უნდა აუცილებლად გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, ეს არის წევრობის პროცესი და ამავდროულად ეს არის ასოცირების პროცესი. საქართველო არის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა 2023 წლიდან, მაგრამ ჩვენ ასოცირებული სახელმწიფო ვართ ჯერ კიდევ 2014 წლიდან. და ეს პოლიტიკური გაურკვევლობები არ მოქმედებს ასოცირების პროცესზე. უფრო კონკრეტული რომ ვიყო, ასოცირების პროცესი არის მკაცრი სამართლებრივი ინსტიტუციური პროცესი, შესაბამისად წევრობა, რომელიც თავის მხრივ პოლიტიკური პროცესია და ამ შემთხვევაში პოლიტიკური დაპირების საგანია, პირდაპირ გავლენას არ ახდენს ასოცირების პროცესზე. შესაბამისად, ასოცირების პროცესი ძალაში რჩება, უფრო მეტიც ღრმავდება კიდეც და ამას ეთმობა ჩვენი კონფერენცია, რომელიც სხვადასხვა სამართლებრივი დარგების ანალიზის საფუძველზე შეეცდება ამ ინტეგრაციული სიღრმის თანამედროვე მოვლენებისადმი შესაბამისი რეაგირების გამოვლენას. მიზანი რაც აი ამ ორდღიან სერიებს ექნება, ხო, 4 და 5 ივნისს საქართველოს როლის მეტად გაძლიერების ნაწილში რა მთავარი გზავნილები შეიძლება რომ გაჟღერდეს და აი ამ ეს დიალოგი რამდენად შეიძლება რომ რეგიონულ სივრცეშიც იყოს მეტად აქტუალური და გადავიდეს და აი ეს მასშტაბები გაიზარდოს. კი ბატონო, მრავალგვარი მიზანი გვაქვს, არაერთი და პირველი ეს არის ის, რომ ჩვენ გვინდა მოვახდინოთ ქართული სამეცნიერო აკადემიური საზოგადოების კონსოლიდაცია ევროპული კურსისადმი. კიდევ ერთხელ. და ამაში და ეს გზავნილი, ეს მესიჯი, რომელსაც გავაგზავნით, მათ შორის არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ ევროპის მიმართ იყოს მკაფიო და ცალსახა. ამიტომ ვინაიდან ვამბობთ, რომ ეს პროცესი, რომელიც ინსტიტუციურად და სამართლებრივად ჯერ კიდევ ღრმად ფესვგადგმულია და ძალაშია, მას სჭირდება, რა თქმა უნდა, შენარჩუნება, მოვლა და განვითარება. შესაბამისად, ის ინტელექტუალური რესურსი და მკაფიო სამართლებრივი გზავნილები, რომელიც გაჟღერდება კონფერენციაზე, ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს აი ამ ქართულ და ევროპის კავშირის შორის არსებულ ღრმა ფესვგადგმულ და მრავალწლიან ისტორიაში. შესაბამისად, აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, ჩვენ მასპინძლობთ ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებს დასავლეთ ევროპული სახელმწიფოებიდან, ანუ ფაქტობრივად იმ ქვეყნებიდან, სადაც ყველაზე მეტად იგრძნობა ევროპული კავშირის სამართლის გულისცემა.
მათ შორის ანუ ამ ორდღიან სერიალს დაესწრებიან. დიახ, ისინი დაესწრებიან, მათ შორის ჩვენ გვეყოლებიან წარმომადგენლები ქვეყნებიდან, ესე ვიტყოდი, ევროპის კავშირის სამართლის მექადან, ერთგვარად ბელგიიდან, სადაც ერთგვარად რეგულაციური და ევროპული სამართლის ლაბორატორიად მიჩნეული პროცესები ვითარდება, ასევე სხვა ქვეყნებიდან, ნიდერლანდები, გერმანია და ასე შემდეგ. და მნიშვნელოვანი რა არის, რომ ჩვენ მათ ვახვედრებთ წარმატებული და გამოცდილი ქართველი მეცნიერების ძალიან დიდ ჯგუფს და მიზანი გვაქვს, რომ ეს სამომავლო საპარტნიორო ურთიერთობები კიდევ უფრო მეტ დამატებით ელფერს შეიძენს და სხვა საფეხურზე გადავა. ირაკლი, ჩემგან ბოლო კითხვა ეხება აკადემიური პერსონალის მოცვას, ანუ მეცნიერების მაქსიმალურად ჩართვას იმ დღის წესრიგში და მიზანში, რაც კონფერენციამ დაისახა. ეს არ და ვერც უნდა გაჩერდეს მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის წიაღში. აქ როგორ წარმოგიდგენიათ, თქვენ ახსენეთ პარტნიორი ორგანიზაციები, დასავლური სამყაროს წამყვანი უნივერსიტეტები, მათ შორის ჩამოთვალეთ ნაწილი. რავშვებით აქ აქაურ აკადემიურ კორპუსთან მიმართებით, რომელთაც მე დიდი იმედი და სურვილი მაქვს, რომ ექნებათ სურვილი ჩაერთონ ამგვარ მიმართულებაში. მადლობა გიორგი, ეს ძალიან კარგი კითხვაა. მოდი ესე ვიტყოდი, ჩვენ ვქმნით პლატფორმას. ამიტომაც სხვათა შორის ესეც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორდღიანი ღონისძიება არ ჩატარდება საქართველოს უნივერსიტეტში, გარეთ გავიტანეთ საგანგებოდ, ვინაიდან ეს არის პლატფორმის შექმნის პირველი მცდელობა და ეს პლატფორმა ღიაა ყველასთვის, ვინც დაინტერესდება. აქაც ამ ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში ჩვენ მასპინძლობთ სამართლის სკოლის აკადემიურ პერსონალს, მათ შორის ადრეული კარიერის ეტაპზე მყოფ ინდივიდებს, რომლებსაც სურთ რომ ჩაერთონ პროცესში. შესაბამისად, ეს პლატფორმა ღიაა ყველასთვის. ჩვენ ვაფუძნებთ ოფიციალურად ამ პლატფორმას 4 და 5 ივნისს, როგორც თავად აღნიშნეთ, მაგრამ ეს იქნება ყოველწლიური სერია კონფერენციებისა. ვინაიდან საქართველოს უნივერსიტეტის აქცენტი ყოველთვის იყო და არის სწავლების მიღმა, კვლევით საქმიანობის განვითარება და მხარდაჭერა, შესაბამისად ამ პროცესში ჩვენ ვრთავთ ყველას საქართველოს უმაღლეს სასწავლებელს, მათ შორის სამართლის სკოლის წარმომადგენლებს, ვინც ამ პროცესში ჩართვით დაინტერესდება. ასე რომ ეს პლატფორმა ყველასთვის ღიაა, ეს არის ოფიციალური გზავნილი ყველასთვის მათ შორის და შესაბამისად იმედი გვაქვს, რომ მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტი აქტივობა იქნება, თუმცა აქტივობას არც ამ შემთხვევაში გვიჩივით, ჩვენ დაახლოებით 150-მდე მონაწილეებს ველოდებით ამ ორი დღის განმავლობაში, როგორც გითხარით, მათ შორის გვეყოლებიან წარმომადგენლები დასავლეთ ევროპული უნივერსიტეტებიდან. თავარი გზავნილი ალბათ ის, რომ დიახ ევროპული სვლისკენ მუშაობთ და ამაში ერთსულოვანია ქართული საზოგადოება. ეს იქნება ძირითადი მესიჯი, რომელიც მინდა რომ გავაგზავნოთ. იცით რა არის აქ კიდევ მნიშვნელოვანი, რომ თქვენ თავად თქვენ შესავალში აღნიშნეთ, როდესაც გადაცემა დავიწყეთ, რომ დიახ დღეს უკვე ძალაუფლება აღარ იზომება მხოლოდ ეკონომიკური ან სამხედრო რესურსებით ან პოტენციალით. აქ მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ძალაუფლება განისაზღვრება ხშირ შემთხვევაში იმ წესებით, რომლებსაც ქმნიან გარკვეული მოთამაშეები და ამ მხრივ ვფიქრობ, ევროპის კავშირის მსოფლიო მასშტაბით ალტერნატივა არ აქვს. შესაბამისად, მას აქვს ძალიან ძლიერი უნარი ასევე, რომ ადაპტირება მოახდინოს აი ამ გლობალური ცვლილებების ფონზე, როგორც არის გეოპოლიტიკური, გარემოსდაცვითი, ციფრული ბაზრების განვითარების შედეგად აღმოჩენებული პირობების გათვალისწინებით და ასე შემდეგ. შევეცდებით ყველა ეს მნიშვნელოვანი საკითხი შესაბამის აკადემიურ ფორმატში ჩავრთოთ და ბევრ ამ კითხვას პასუხი ავცეთ. და რაც გაგრძელდება სამომავლოდ უკვე ახალი. ეს არის ჩვენი მიზანი და შესაბამისად ასევე ამისთვის ვიზრდით. 4-5 ივნისზეა. საუბარი რომსში. დიახ. რომში პირველ დღეს და მეორე დღეს ლოლიტას საკონფერენციო დარბაზში. მიუხედავად იმისა, რომ პრინციპში რეგისტრაცია უკვე დასრულდა, ეთერის ხილვის შემდგომ თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ შემოგვიერთდეს, აუცილებლად უნდა გაგავშირდეს. მადლობა ამ დაპირებებისთვის. ბოლოს მადლობა სტუმრობისთვის. ირაკლი სამხარაძე, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი სტუმრობდა საქმიანი დილას ეთერს.